პირველ რიგში, სანამ დავიწყებ, ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი თავი, მე ვარ თამთა ჩიქობავა, ექიმი სტომატოლოგი, დაახლოებით ესე უკვე 20 წლიანი გამოცდილებით პრაქტიკული მუშაობის, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ნუ რაც შეეხება ამ აქტივობას, რომელსაც დღეს წარვადგენ, მინდა ორი ოდე სიტყვით. პირველ რიგში აუცილებლად გაგაფრთხილებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვებინარი იწერება, ამიტომ თუ ვინმეს არ აქვს სურვილი, რომ გამოჩნდეს სახე თავისი, ძალიან გთხოვთ ვიდეოს ნუჩარდოთ. იცოდეთ, რომ ვებინარი იწერება. დღევანდელი ვებინარის წარდგენა უნდა მომხდარიყო ორი მომხსენებლის მიერ. ერთ-ერთი მათგანი ბატონი თენგიზ ლობჟანიძე არის აკაკის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. უბრალოდ ოჯახური პირობებიდან გამომდინარე დღეს ვერ ესწრება დღევანდელ ვებინარს, მაგრამ მის ნაწილსაც მე მოგახსენებთ და მე წარვადგენ. ნება მივიწოთ გაგიზიაროთ ეკრანი, სადაც მომზადებული მაქვს თქვენთვის პრეზენტაცია და ასევე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი პაციენტი მწერდა ამასთან დაკავშირებით, რომ შეკითხვებისთვის აუცილებლად დავიტოვებთ 10 წუთს ბოლოს და თქვენ გექნებათ საშუალება იმისა, რომ დამისვათ შეკითხვები ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, რომელიც დაგაინტერესებთ ვებინარის მიმდინარეობის დროს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რა პროექტის ფარგლებში ხორციელდება ეს აქტივობა. პროექტი, რომელიც ფარგლებშიც ხორციელდება აქტივობა, არის Erasmus Plus-ის პროექტი, რომელიც მისი ძირითადი მიზანი არის საქართველოს სტომატოლოგთა საქართველოს ფარგლებში სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხის გაზრდა შშმ პირებთან დაკავშირებით. ანუ ზოგადად იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც დღესდღეობით არსებობს და რომ გაუმჯობესდეს სტომატოლოგიური სერვისი შეზღუდული შესაძლებლობისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებისათვის. მე მინდა წარმოგიდგინოთ პროექტის ფარგლებში საქართველოდან ჩართული უნივერსიტეტები. ეს არის სულ 4 უნივერსიტეტი. ბათუმიდან არის ჩართული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე ჩართული არის ქუთაისიდან აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისიდან და კოორდინატორ უნივერსიტეტს წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც ასევე თბილისში მდებარეობს. პროექტის ფარგლებში ყავს ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ესე იგი თურქეთიდან, სტამბულის უნივერსიტეტი, არის პოლონელი პარტნიორები ყავს და ბულგარელი პარტნიორები. ზუსტად აი ამ უნივერსიტეტებში ვიზიტების ფოტოები მინდა წარმოგიდგინოთ. ეს არის ისტამბულ აედინ უნივერსიტეტში ჩვენი სამუშაო ჯგუფის ვიზიტის ამსახველი ფოტოები, სადაც ჩვენ დავათვალიერეთ მათი საგანმანათლებლო ბაზა, გავიზიარეთ მათი გამოცდილება მსგავსი კონტინგენტის პაციენტების მიღებაში და ყველაფერს ამას შევეცდებით, რომ საქართველოშიც დავნერგოთ. ეს არის ბულგარეთის უნივერსიტეტში ჩვენი ვიზიტის ამსახველი ფოტოები და პოლონეთის უნივერსიტეტში ჩვენი ვიზიტის ამსახველი ფოტოები. ყველა ამ უნივერსიტეტში ჩვენი ვიზიტი ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ მაქსიმალურად შეგვეგროვებინა ინფორმაცია საგანმანათლებლო სივრცეში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომ ჩვენი სტუდენტები უკვე ფლობდნენ ყველა საჭირო უნარჩვევას და ცოდნას შეზღუდული უნარების მქონე პაციენტების მიღებისათვის და ასევე რომ მოხდეს იმ ექიმ სტომატოლოგების გადამზადება ამ კუთხით, რომელიც საქართველოში დღესდღეობით მუშაობს და აწარმოებს ყოველდღიურ პრაქტიკულ მიღებას. ნუ ჩვენი ვებინარი
არის შესახებ რომ გესაუბროთ, ესე იგი მე ძირითადად აუცილებლად გამოვყოფ იმ ჯგუფებს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებია, შემდეგ დავახასიათებ იმ თანამედროვე საშუალებებს, ადაპტირებულ საშუალებებს, რომელიც არსებობს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს პირის ღრუს მოვლის რუტინა, გაადვილდეს და უფრო ხარისხიანი გახდეს ასეთი პაციენტებისათვის და საბოლოო ნაწილში მე მექნება რეკომენდაციები მომვლელთათვის და ის რეკომენდაციები, რომელიც შეეხება მომვლელთა ჩართულობას, რამდენად აქტიურად უნდა იყოს მომვლელი ჩართული პირის ღრუს ყოველდღიური რუტინის მოწესრიგებაში და რომელი პაციენტებისთვის უნდა იყოს უფრო აქტიურად ჩართული და რომელისთვის შედარებით ნაკლებად. ну მოგეხსენებათ ალბათ რომ არსებობს შეზღუდული უნარების ძირითადი 4 ტიპი, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ. ეს არის ფიზიკური, სენსორული, მენტალური და ქცევითი აშლობის მქონე პაციენტები. თავისთავად ექიმებს, მათ შორის სტომატოლოგებს გვაქვს გარკვეული გამოწვევები მსგავსი კატეგორიის პაციენტებთან პაციენტების მკურნალობის დროს, რომელსაც ახლა ჩვენ დეტალურად ჩაშლილად ვისაუბრებთ და აუცილებლად აგიხსნით. ფიზიკური, მენტალური და ქცევითი შეზღუდვების მქონე პაციენტები გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს ზოგადად სტომატოლოგიური მიღების კუთხით. ზოგადად მიდგომიდან დაწყებული მკურნალობის გარკვეულ ასპექტებამდე დამთავრებული არის ძალიან ბევრი დეტალი, რომელსაც პროფესიონალები აუცილებლად ვიხილავთ და ვცდილობთ, რომ პროცესი მკურნალობის მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ჩვენი პაციენტებისათვის. მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იმყოფებიან მოწყვლად ჯგუფში. ეს იმას ნიშნავს, რომ კარიესის განვითარების მაღალი რისკი აქვთ ასეთ პაციენტებს და მინდა გავუსვა ხაზი რამოდენიმე მიზეზს. პირველი მიზეზი ეს არის ჩვენი ვებინარის თემა. ზუსტად ეს არის არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა. სწორედ ამიტომ გამოვყევი ეს პირველ მიზეზად, რადგან მოწესრიგებული პირის ღრუ, ჰიგიენურად მოწესრიგებული პირის ღრუ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა კარიესის დაავადებათა პროფილაქტიკისათვის. გარდა კარიესისა, მსგავს პაციენტებს აუცილებლად აქვთ პაროდონტის დაავადებების განვითარების მომატებული რისკი. ამის მიზეზებზეც ჩვენ ვებინარის მომდევნო სლაიდებზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. ხშირად საჭიროა მზრუნველის ჩართულობა. მე ხაზი გავუსვი ხშირად და არა ყოველთვის და რატომ? იმიტომ რომ ის საშუალებები, ადაპტირებული საშუალებები, რომლებიცაც მე დღეს თქვენ წარმოგიდგენთ, საშუალებას მისცემს პაციენტებს, რომ დამოუკიდებლად ხარისხიანად შეასრულონ ეს პროცედურა და ყოველთვის არ იყოს საჭირო მზრუნველის ან ოჯახის წევრის, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებს, ჩართულობა. ფონური მედიკამენტები. მოგეხსენებათ, რომ შეზღუდული უნარების მქონე პაციენტები, ისევე როგორც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტები, და ქრონიკული დაავადებების მატარებელი პაციენტები ხშირ შემთხვევაში საჭიროებენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან მთელი ცხოვრების მანძილზე ფონური მედიკამენტების მიღებას. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებთ, ეს აუცილებელია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მედიკამენტებს მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური გარსი აქვთ პირის ღრუში ნაკლებად მოხდეს მისი გახსნა და მათი ექსპოზიცია პირის ღრუში ძალიან ცოტა ხნით ხდება, მაინც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ კბილების ემალზე და ასევე პაროდონტის ქსოვილების ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით გამოყოფილი არის ყველა ლიტერატურაში ანტიბიოტიკები, რომლებსაც შეიძლება გამოიწვიონ ძალიან ბევრი სხვადასხვა პროცესი, მათ შორის კბილის ფერის ცვლილებაც კი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მაგალითად ასტმური შეტევების მქონე პაციენტებისთვის ვიცით, რომ საჭირო არის აეროზოლების გამოყენება, რომელიც ძირითადად შეიცავს კუნთების მოდუნების საშუალებებს და თავისთავად აუცილებელია მათი გამოყენება, თუმცა როგორც გაირკვა და მით უმეტეს თუ აეროზოლი ფხვნილზე არის დამზადებული, მისი ექსპოზიცია პირის ღრუში დიდხანს თუ მოხდა, ის ახდენს გავლენას კბილის ემალზე და იწვევს პირველადი დემინერალიზაციის პროცესს. ეს ფაქტიურად კარიესის დასაწყისია. აქედან გამომდინარე, მსგავსი პაციენტებისთვის გაიცემა რეკომენდაცია.
რეკომენდირებულია, ჩვენ ვიცით, რომ ყველა პაციენტისთვის რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი პროფესიული წმენდის ჩატარებისთვის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პროფესიული წმენდის ჩატარება უნდა მოხდეს უფრო ხშირად. როგორც მინიმუმ 3-ჯერ თუ არა და უფრო მეტი ვიზიტიც არის საჭირო და ეს ინდივიდუალურად ინიშნება ექიმის მიერ, იმისათვის, რომ კბილების დასუფთავების პროცესში ქიმიურად აქტიური ნივთიერებები და ის ფხვნილი, რომელსაც შეიცავს მსგავსი სახის აეროზოლები, დიდი ხნის განმავლობაში პირის ღრუში არ დაყოლმდეს. ასევე ჰიგიენური მოწესრიგება პირის ღრუსი კარგი იქნება და სასურველია, თუ მოხდება გამოყენების შემდეგ, აეროზოლების გამოყენების შემდეგ. აეროზოლების სხვადასხვა სახის არსებობს და აი ეს მრგვალი შეიცავს ზუსტად ამ ფხვნილს და განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ის პაციენტები, რომლებიც მსგავსი სახის აეროზოლებს გამოიყენებენ. სოციოეკონომიკური სტატუსი გასაგებია, რომ დღევანდელ დღეს პირის ღრუს ჯანმრთელობა სხვა ყველა ბენეფიტთან შედარებით ადამიანის სოციალიზაციას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პაციენტებს მოწესრიგებული პირის ღრუ ჰქონდეთ, რომ ეს ერთ-ერთი მომენტია, რაც ასევე გამოწვევს, რომ მათი ინტეგრაცია სოციუმში იყოს უფრო მისაღები. წარმოდგენილი მაქვს ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის გაიდლაინი, სადაც არის გაწერილი ის დაბრკოლებები, რომელიც გარკვეული შეზღუდული უნარების მქონე პირებს შეიძლება ჰქონდეთ პირის ღრუს მოწესრიგებულ რუტინასთან დაკავშირებით, შესრულებასთან დაკავშირებით. მეორე სვეტში წარმოდგენილი არის ის თანამედროვე საშუალებები, რომლებიც ეხმარება ამ პროცესს და მე თითოეულ მათგანს დაწვრილებით მომდევნო სლაიდებში განახებთ და აგიხსნით, როგორ შეიძლება მათი გამოყენება. და ბოლო სვეტში წარმოდგენილია ის ბენეფიტები, რომელიც შეიძლება პაციენტმა მიიღოს ზუსტად აი ამ ადაპტირებული საშუალებების გამოყენების შედეგად. პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობაზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ მე მაინც მინდა გამოვყო და კარგად გავუსვა ხაზი, განსაკუთრებით პაციენტებისათვის და მათ შორის მე ვიცი, რომ ჩემი პაციენტებიც მისმენენ, რისთვისაც მადლობა მინდა თქვენ გადაგიხადოთ. აი თქვენთვის კიდევ ერთხელ კარგად გავუსვა ხაზი, რატომ აქვს მნიშვნელობა პირის ღრუს ჰიგიენურად კარგ მოწესრიგებას. ეს არა მარტო იმისთვის ხდება, რომ ლამაზი, თეთრი და სუფთა კბილები გქონდეს. ეს არის ძალიან ბევრი დაავადების პრევენციის საშუალება. მაგალითად, კარიესის და მისი გართულებების პრევენცია ზუსტად მოწესრიგებული ჰიგიენური პირის ღრუთი არის შესაძლებელი. პაროდონტის დაავადებების პრევენცია, პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესება ზოგადად და აუცილებლად მინდა დავაკავშირო, რომ ეს ადამიანის ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაჯანსაღებაზე იქონიებს გავლენას და ძალიან ბევრი ორგანოების და ორგანოთა პათოლოგიების თავიდან აცილება შესაძლებელია მოწესრიგებული პირის ღრუთი. და ასევე ადამიანებს უმჯობესდებათ განწყობა და მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რაც ასევე დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე მოზრდილთა ასაკში. რა მნიშვნელოვანი ასპექტები შემიძლია გამოვყო, ეს არის ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება, მომვლელთა განათლება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მომვლელები ისევე უდგებიან ამ რუტინას, როგორც აი ჩვეულებრივ პირობებში ეს არ არის სწორი. არის სპეციალური საშუალებები, სპეციალური პოზიციები და ჩვენ ამას დაწვრილებით განვიხილავთ და შესაძლებელია საშუალებების გამოყენება. ადაპტირებული საშუალებების გამოყენება გაუმჯობესებს ამ პროცესს და უფრო მარტივს და კომფორტულს გახდის. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ თეორიულად, ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებებზე, მაგრამ უნდა იცოდეთ ასევე, რომ კბილების ვტორირება არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მომენტი. ამიტომ სანამ დაწვრილებით განვიხილავ ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებებს, მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ვტორის და მისი დანამატების მიღება შეზღუდული უნარებისა და განსაკუთრებული საჭიროების პირთათვის აუცილებელია. ამას გვეუბნება ძალიან ბევრი გაიდლაინი და ჩემთვის რა ვიცი რატომღაც ძალიან საყვარელია ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ მოწოდებული გაიდლაინი, რომლის პატარა მონაკვეთს გრაფიკულად ახლა წარმოგიდგენთ, თქვენ ხედავთ ეკრანებზე, როგორი დოზირებით უნდა მოხდეს და განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს, რომ წყლის ვტორირების დონეც უნდა ვიცოდეთ.
როგორი დოზირებით უნდა მოხდეს და რა ასაკიდან უნდა მოხდეს ფტორის მიღების დაწყება. მოცემულია ცხრილში, რომ 6 თვემდე ამის საჭიროება არ არსებობს და ამას არ ვაკეთებთ, მაგრამ თუ არის უფრო მოზრდილი ასაკი 6-დან 3 წლამდე და წყლის ფტორირების რაოდენობა არის 0.3 ppm-მდე, ან და ამაზე ნაკლები, მაშინ დღიური დოზა მისი უნდა იყოს 0.5 მილიგრამი დღეში. 0.3-დან 0.6 ppm-მდე საერთოდ არ არის საჭირო ამ ასაკობრივ კატეგორიაში დანამატის სახით ფტორის მიღება. 3-დან 6 წლამდე 0.3-ზე ნაკლები ppm-ის შემთხვევაში 0.5 მილიგრამი დღეში და 0.3-დან 0.6 ppm-მდე 0.25 მილიგრამი დღეში. 6-დან 16 წლამდე 0.3 ნაკლებ ppm-ზე 1 მილიგრამი ინიშნება, ხოლო 0.3-დან 0.6-მდე 0.5 მილიგრამი ფტორის შემცველი აბები. მე მინდა ხაზგასმით გამოვყო, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე თვითნებურად მაინც ამას ნუ გავაკეთებთ. თუმცა ეს გაიდლაინი მოწოდებული არის ზოგადი სარგებლობისთვის. ექიმთან კონსულტაცია მაინც აუცილებელია. რატომ? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ საქმის კურსში, კონკრეტულად ენდემურად როგორ არის ფტორირებული ჩვენს ირგვლივ წყალი და რა სახის საწმელ წყალს ღებულობთ. შესაბამისად, კონსულტაციის შემდეგ აი ამ გაიდლაინის მიხედვით ფტორის მიღება აბების სახით ან გელების სახით, აი ამაზეც მინდა ახლა ვისაუბრო, რომ მომწოდებელი თვითონ ფირმა ჩვენ გვაძლევს სხვადასხვა სახით ფტორის დანამატებს. ეს შეიძლება იყოს აბების სახით და ძირითადად ახლა პაციენტები, მათ შორის ჩემიც მიჩვეულია, რომ აბი გადაყლაპოს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველა სტომატოლოგიური დანიშნულების აბი, მათ შორის ფტორის შემცველი დანამატი საღეჭი დანიშნულებით გამოიყენება, რათა პირის ხრუში ნერწყვის საშუალებითაც მოხდეს აბსორბცია, ანუ შეწოვა ფტორის და შემდეგ გადაყლაპვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ორგანიზმიდანაც ხდება მისი მიწოდება. ასევე საინტერესო ფორმაა მისი ფტორირებული გელები და სავლებები. ამაზეც ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრებთ. ფტორის შემცველი პასტების გამოყენება ჩვეულებრივი ჰიგიენური პასტებიდან განსხვავებით ცოტა სხვანაირი მიდგომით ხდება. როგორ კონკრეტულად? ანუ ზოგადად პაციენტები მიჩვეულია ხოლმე, რომ დიდი რაოდენობით გადაიტანოს პასტა კბილის ჯაგრისზე, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა. პასტის რაოდენობა უნდა იყოს შეზღუდული, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ფტორირებულ პასტებზე ვსაუბრობთ. ის უნდა იყოს დაახლოებით მუხუდოს მარცვლის ოდენა და როდესაც ბავშვებზეა საუბარი, აი მეორე მხარეს ბრინჯის მარცვლის ოდენა. თუ ახლა ამის წარმოდგენა ცოტა რთულია, მაშინ თუ დააკვირდებით კბილის ჯაგრისზე ყველა ჯაგრული ერთი შეფერილობის არ არის, ხო? ცენტრში ყოველთვის გამოყოფილი არის რაღაცა სხვა ფერში შეღებული პატარა ვიწრო ზოლი, აი ეს არის ზუსტად ის ზოლი, რომელზეც უნდა მოხდეს პასტის ექსპოზიცია, ანუ გადატანა. მე ვისაუბრე ასევე კბილის პირისგრუს სავლებზე. ფტორირებული სავლების გამოყენება შეზღუდული უნარების მქონე პაციენტებისთვის აუცილებელია. თუ პაციენტების ასაკი აღემატება 6 წელს, ეს იმას ნიშნავს, რომ 6 წლამდე ვცდილობთ ის არ გამოვიყენოთ და მე ავხსნი რატომ. 6 წლის შემდეგ თუ პაციენტს კარგად აქვს გამომუშავებული გადმონერწყვების ფუნქცია და შეუძლია ამ პროცესის კარგად კონტროლი, ეს ძალიან კარგი საშუალება იქნება, რომ გამოვიყენოთ როგორც სავლები, პირისგრუს სავლები. როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე სამკურნალო მიზნითაც და ემალის მომარაგების მიზნითაც. 6 წლამდე ბავშვებში ზუსტად ყლაპვის ფუნქციის სრულყოფილად ჩამოყალიბებული პროცესის გამო და გადმონერწყვების სირთულის გამო არ ხდება ასეთი სავლებების დანიშვნა, რადგან მათი ასპირაცია, ანუ გადაყლაპვა, ზოგადად შემდგომში სირთულებს გამოიწვევს და ამიტომ მუდმივად ესეთი პროცესი დაუშვებელია. შესაბამისად, პროფილაქტიკის გამო 6 წლამდე მას საერთოდ არ ნიშნავთ ხოლმე, ხოლო მოზრდილ ასაკში ნიშნავთ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სრულყოფილად გადმონერწყობის ფუნქციის შესრულება შეუძლია. ეხლა როგორც შეკვირდით, უშუალოდ ანუ შეზღუდული უნარების მქონე პაციენტებისთვის გარკვეული სირთულეები პირველი აუცილებლად გამოყოფილია ფიზიკური შეზღუდვების დროს ჩვენ გვაქვს ხელის, ანუ მანუალური
დისფუნქცია. მანუალური დისფუნქცია, ანუ მანუალური მოქნილობის შეზღუდვა. მაჯის ან ხელის მოქნილობაზე არის საუბარი. სწორედ ამისთვის არსებობს ძალიან, უпростоრად, მე მინდა ახლა ხაზი გაუსვა იმ პათოლოგიებს, რომლის დროსაც ჩვენ მანუალური დისფუნქცია გვაქვს. ეს არის ართრიტების დროს და აქ გულისხმობ ოსტეოარტრიტსა და რევმატოიდულ ართრიტს. ეს არის ნერვის დაზიანებების დროს, ნეირომოტორული დარღვევების დროს, ძვლის ტვინის დაზიანებების დროს, ინსულტების დროს, როდესაც პარალიზებულია ხელი და მაშინ არის ეს პრობლემა და ტრაუმით გამოწვეული დაზიანებების დროს. ასევე არის პარკინსონის დაავადება, რომელიც ფუნქციის, ანუ მანუალური დისფუნქცია წარმოდგენილი არის ტრემორის სახით და ესეც გარკვეულ დისკომფორტს იწვევს კბილების გამოწმენდის დროს. ამ პათოლოგიის მქონე პაციენტებმა ძალიან გთხოვთ, რომ ყურადღებით მოისმინოთ ეს მომენტი. და მივაქციოთ ყურადღება, როგორი სახის ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალება უნდა შეირჩეს ასეთ დროს. აქ არის ზოგადი რეკომენდაციები და კონკრეტულად რომ გადავიდეთ, გაჩვენებთ ახლა მე თქვენ პირველ ადაპტირებულ საშუალებას, რაც დაკავშირებული არის მაჯის ფიქსაციის ფუნქცია აქვს მას. ასევე წარმოადგენს კარგ ფიქსატორს უშუალოდ ჯაგრისისათვის. მაჯის დისფუნქციის დროს, პაციენტებმა იციან, ვისაც ეს პრობლემა აქვთ, რომ მაჯის კონტროლი მოძრაობის შეუძლებელია. მაჯის კონტროლთან ერთად დარღვეულია ასევე მანუალური, ანუ ხელის ფუნქცია. შესაბამისად, მსგავსი ორთოპედიული კონსტრუქცია აღადგენს ორივე ამ ფუნქციას და ძალიან კარგად გამოიყენება მსგავსი პაციენტების მიერ. როდესაც ასეთი კონსტრუქციის შეძენის შემდეგ ფაქტიურად მომვლელის ჩართულობა ამ პროცესში თითქმის უკვე შესაძლებელია, რომ არც მოხდეს და დამოუკიდებლად შესრულდეს ეს პროცესი. საქართველოში ხელმისაწვდომია ეს პროდუქტი, შესაძლებელია მისი შეძენა. ამიტომ ძალიან გაადვილებს ამ პროცესს. საგულისხმოა ის, რომ ის არა მარტო კბილის ჯაგრისის ფიქსაციისთვის გამოიყენება, არამედ ნებისმიერი დილის რუტინისთვის არსებული საჭიროების ნივთის დაკავება და ფიქსაცია შეიძლება ამ მოწყობილობის საშუალებით და არა მხოლოდ დილის რუტინისთვის არსებული, არამედ ჩვეულებრივი საყოფა ცხოვრება, მაგალითად, კოვზის ფიქსაციისთვის და ასე შემდეგ, ასევე წარმატებით გამოიყენება მაჯის ფიქსატორი. შესაბამისად, ასეთი დანამატის სახით არსებული ორთოპედიული კონსტრუქცია გაადვილებს ამ პაციენტების მიერ ინდივიდუალურად პროცესის სწორად და ხარისხიანად წარმართვას. რა შეიძლება გავცეთ როგორც ძირითადი რეკომენდაცია? ხა წინასწარ ვებინარამდე მე დავიარე აფთიაქები და შევამოწმე, რომ საკმაოდ რთულია ადაპტირებული საშუალებების შეძენა საქართველოში. რამოდენიმე ვნახე აფთიაქი, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ, მაგრამ საკმაოდ ძვირიც არის ეს პროდუქტი. შესაბამისად, ჩვენ პარტნიორებსაც ესეთი მიდგომა აქვთ, რომ მსგავსი პროდუქციის დამზადება კუსტარულად სახლის პირობებში შეიძლება. მთავარი რეკომენდაცია, რაც უნდა გაითვალისწინოთ, უნდა მოხდეს ჯაგრისის სახელურის გადიდება და ისეთი საშუალებით გადიდება, რომ დასველების პირობებში არ დაცურდეს ხელიდან. მაგალითად, აქ წარმოდგენილი არის პლასტელინი, რომელიც შეგვიძლია ამ მიზნით გამოვიყენოთ. ასევე ვუსმენდით ჩემი ამერიკელი კოლეგის ვებინარს, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა რეზინის გადაჭრილი მილი, ველოსიპედის სახელური და ტენისის ბურთი, რომელიც ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ და ხაზგასმით ჰქონდა ესე აღნიშნული, რომ როდესაც დასასვენებლად მიდიხარ და მით უმეტეს ისეთ ადგილას, სადაც არ არის დიდად წარმოდგენილი სააფთიაქო ქსელი, ესეთი საშუალებით თავისუფლად შეიძლება კუსტარულად გადიდდეს და უფრო მარტივი დასაჭერი გახდეს კბილის ჯაგრისის სახელური. ასეთი დამჭერების შეძენა შესაძლებელია საქართველოში და ტევნის ფუნქციის დარღვევის არა, მაგრამ მაჯის ფუნქციის დარღვევის არა, მაგრამ ტევნის ფუნქციის და თითების ფუნქციის დარღვევის დროს ძალიან კარგად გამოსაყენებელი საშუალებაა, რომელშიც შეიძლება როგორც ჯაგრისის, ასევე სხვა საშუალებების ფიქსაციაც.
ნუ ჩვენ ზოგადად სტომატოლოგები გავცემთ რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ ელექტროჯაგრისების გამოყენება კარგია და ვცდილობთ, რომ ისინი ყოველთვის გამოვიყენოთ. აი შეზღუდული უნარების მქონე პაციენტებისთვის ადაპტირებული ელექტროჯაგრისზეც ვისაუბრებთ, მაგრამ თუ არ არის საშუალება მისი შეძენის, ძალიან კარგი დანამატი მინდა წარმოგიდგინოთ, რომელიც პირდაპირ ჯაგრისზე მაგრდება რგოლის სახით, შეიცავს სახელურს და ძალიან მარტივად ხდება ამ სახელურის მოჭერის შემდეგ მისი ფიქსაცია ცხელში და ასევე ჯაგრისის გააქტიურება და შემდეგ მისი გამორთვა. აი ესე გამოიყურება ეს სახელური. ძირითადად ორ ფერშია წარმოდგენილი, შავი და თეთრი. თუ დააკვირდებით, ეს მისი გარე ზედაპირია, სადაც ხელი უნდა განთავსდეს და ეს შიდა ზედაპირია, რომელსაც ესეთი დანამატის სახით აქვს პლასმასის ჩართული ამოწეული ნაწილი. ზუსტად ეს ნაწილი უნდა მოხდეს ჩამრთველი და გამრთველი ღილაკის პროპორციულად და აი მისი საშუალებით უკვე მოჭერის შემდეგ ჩაირთვება ან გამოირთვება ჯაგრისი. აი ესე გამოიყურება ეს დანამატი, საკმაოდ იაფია და ძალიან მოსახერხებელია ჩემი აზრით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კბილების გარდა გვაქვს ენა. ენა ასევე პირისყრის ორგანოა და მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტ მიკროორგანიზმებს შეიცავს, ვიდრე კბილის ზედაპირი. ამიტომ მისი დამუშავება აუცილებლად უნდა მოხდეს. ძალიან ბევრმა ჩემმა პაციენტმა არ იცის ენის ჯაგრისის არსებობის შესახებ და აი ზუსტად ესე გამოიყურება ენის ჯაგრისი და კბილების დასუფთავების პარალელურად ენის დასუფთავებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეხლა მე გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება ადაპტირებული ჯაგრისი ენისათვის. თქვენ ხედავთ, რომ მას განსაკუთრებით კომფორტული სახელური აქვს და მანუალური დისფუნქციის დროს ასეთი სახელურით ფიქსაცია მისი ხელში გაცილებით უფრო მარტივია. ნუ ჩვენ ვიცით, რომ კბილს გარდა ვესტიბულური, ანუ წინა ზედაპირისა, გარდა უკანა ზედაპირისა და იმას, რასაც ჩვენ ზედა ზედაპირს, საოკლუზიო ზედაპირს ვეძახით, კიდევ სხვა ორი ზედაპირი აქვს. ჯამში 5 ზედაპირი აქვს, ეს არის კბილთა შორისი სივრცეები. მათი დამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთმა თქვენგანმა იცის ალბათ, რომ მათი დამუშავება ხდება ფლოსის საშუალებით. ამას კბილების ფლოსირება ეწოდება. თავისთავად გასაგებია, რომ მანუალური დისფუნქციით პაციენტებისათვის ფლოსირება ძალიან დიდ დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული და ამიტომ ზუსტად მე მინდა წარმოგიდგინოთ ადაპტირებული ფლოსის დამჭერები. საკმაოდ დიდი სახელურით, როგორც ხედავთ, ასეთი სახით ფლოსირება გაცილებით კომფორტულია მსგავსი პაციენტებისთვის, ის უნდა მოხდეს სარკის წინ, ფიქსირება და აი ამ ფლოსის საშუალებით ყველა კბილთა შორისი სივრცეების დამუშავება. მაგრამ არის შემთხვევები, მაგალითად პარკინსონის დაავადების და სხვადასხვა დაავადების დროს, როდესაც ფიქსაცია ფლოსის დამჭერის მარტივია, მაგრამ მისი მოძრაობები არის შეზღუდული. ამისთვის არსებობს საშუალება, რომელსაც ელექტროფლოს ვეძახით, ელექტროფლოსირებისთვის გამოიყენება ესეთი საშუალება. დამუხტვადია, ელემენტებზე მუშაობს და დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება აქტიური, უბრალოდ ძაფის გამოცვლა თავისთავად უნდა მოხდეს და მისი მარტივი მოძრაობის, თავის მოძრაობის საშუალებით უფრო მარტივდება ფლოსირების პროცესი. ფლოსირების პროცესი აუცილებელია, ამიტომ აი ესეთი საშუალებების ქონა, რა თქმა უნდა, უფრო სრულყოფილს გახდის კბილების დასუფთავების პროცესი და რეკომენდებულია ჩვენს მიერ სტომატოლოგთა მიერ. ეს არის აი ეს ვარიანტი ელექტროჯაგრისის, რომელიც მე შეგვირდით და რომ გაჩვენებდით. ის აკრედიტებულია და დაფიქსირებულია საქართველოში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აფთიაქებში მისი შეძენა ცოტა გაჭირვებულია, ანუ არ არის დიდი რაოდენობით წარმოდგენილი. ამიტომაც შესაძლებელია მისი გამოწერა, როგორც გავარკვიე. ეს არის ძალიან მარტივი საშუალება, რომელიც თავსდება პირის ხრუში, ზედა და ქვედა ყბის კბილებს მოიცავს ერთდროულად და თავისი ვიბრაციული მოძრაობის ხარჯზე ახერხებს ყველა კბილის ზედაპირის დამუშავებას. თუ დააკვირდებით ტრადიციული პოლიეთილენის ჯაგრულების ნაცვლად, მას გააჩნია რეზინის ჯაგრულები.
კბილის პასტის გამოყენებაც შესაძლებელია. არ ვიცი ხა თქვენთან რამდენად კარგად ჩანს, მაგრამ აი აქ 4 რგოლს თუ ხედავთ, ზუსტად აქ უნდა მოხდეს მცირე რაოდენობით კბილის პასტის ექსპოზიცია. და ჩამრთველი სასტარტო ღილაკით ძალიან კომფორტულ ადგილას არის განლაგებული, მის საშუალებით ხდება ჩართვა. არსებობს ძირითადი მისი სტანდარტული ზომა, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია და დიდი რაოდენობითა, მაგრამ ზოგიერთი პათოლოგიის დროს, მაგალითად ისეთი პათოლოგიების, რომელსაც თან ახლავს მალოკლუზია, ასეთი დიდი ზომის ჯაგრისის მოთავსება პირისყრუში შეუძლებელია და არსებობს პატარა, მცირე ზომის მისი ადაპტირებული ვარიანტები. ნუ ეს არის მოზრდილთათვის და არის ასევე წარმოდგენილი ძალიან მარტივად, აი ეს პირისყრუში თავსდება, ჩაირთვება, ასრულებს გამოხეხვის, როცა პაციენტი ხვდება რომ დასრულდა, თავისითვე შეუძლია რომ გამორთოს. რა თქმა უნდა, არსებობს ბავშვთა ვერსიებიც და მალოკლუზიის შემთხვევაში თუ ჭირს გამოწერა მაგალითად მცირე ზომის მოზრდილთათვის, შეიძლება ბავშვთა ჯაგრისის გამოყენებაც ელექტროსი. განსხვავებული დიზაინი, რა თქმა უნდა, სახალისოა ბავშვებისთვის და უფრო უკეთესია თუ ამას შეიძენთ და ბავშვებისთვის რეკომენდირებულია, იმიტომ რომ განსაკუთრებით რბილ რეზინის ჩანაფენებს შეიცავს. და ერთ-ერთი მისი ესეთივე ასევე ადაპტირებული ვერსია უსინათლოთათვის არის ტაიმერით ასეთი ჯაგრისი, რომელსაც სასტარტო დროის მითითება შეიძლება და სიგნალის საშუალებით ანიშნებს ან თავისითვე ითიშება. ასეთი არსებობს ბავშვების და ასეთივე არსებობს მოზრდილთა ადაპტირებული ვერსია. თავისთავად რეკომენდებულია სტომატოლოგების მიერ და კარგი იქნება თუ პაციენტები ამას გამოიყენებენ მანუალური დისფუნქციის დროს. ეხლა მინდა გავამახვილო ყურადღება ისეთი პრობლემების დროს, რომელიც დაკავშირებულია უფრო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებთან. პირველი გამოყავი გასტრომილით კვების პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა, პათოლოგია, რომელიც გასტრომილით კვებას გარკვეული ხნის განმავლობაში, ზოგჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში საჭიროებს და შესაბამისად ამ დროს პირის ღრუს მდგომარეობა რადიკალურად იცვლება და ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ პირის საკვების მიღება არ ხდება, ზოგჯერ წყლის მიღებაც შეზღუდულია და შესაბამისად ჩვენს პირის ღრუს აქვს ესეთი უნარი თვითწმენდის. აი ეს პროცესი ფაქტიურად აბსოლუტურად დარღვეულია. და დატენიანება ასევე დარღვეულია, იქიდან გამომდინარე, რომ პირის ღრუ ფაქტიურად უფუნქციო მდგომარეობაშია. ნუ მე თავიდან ავირიდებ ფილმების დასახელებას, არ ვიტყვი, მაგრამ ის აქტიური ნივთიერებები, რომელსაც უნდა შეიცავდეს მსგავსი პაციენტებისათვის კბილის პასტები, მე გამოყოფილი მაქვს სლაიდზე და თქვენ კარგად ხედავთ ამ ნივთიერებებს, მათი შემცველობა აუცილებელია, ამიტომ გთხოვთ, თუ ვინმეს აქვს მსგავსი პრობლემა, ამოვიწეროთ ეს ნივთიერებები და კბილის პასტაში მათი არსებობის შემთხვევაში პირის ღრუს წმენდის დროს, აი ბიოლოგიური თვითწმენდასთან მიახლოებული პროცესი ხდება, რის შედეგადაც ჩვენ დავიცავთ კბილებს, აღვადგეთ მიკროფლორას, რომელიც ნორმალური უნდა იყოს პირის ღრუში და უფუნქციო პირის ღრუშის აუცილებლად დარღვეული იქნება და ამიტომ მივაქციოთ ყურადღება, რომ პიროფოსფატების პოლიასპარტატის, თუთის და ქლორიდის დანამატების არსებობა აუცილებელია იმ პასტებში, რომელსაც ასეთი პაციენტებისთვის გამოვიყენებთ. ნუ მეორე პრობლემა, რომელიც შეიძლება გასტრომილით კვების დროს გქონდეს, ეს არის მოძრაობები. ანუ ზოგადად რეკომენდებულია რბილი ჯაგრისების არჩევა და გარდა კბილის ორივე ზედაპირის, ანუ ვესტიბულო-ორალური და მესამე საოკლუზიო ზედაპირისა, უნდა დამუშავდეს ასევე ღვიძლის ძალიან მარტივი, ფრთხილად, უпростоრად უნდა მოხდეს ღვიძლთან ახლოს ღვიძლოვანი კიდის არეში დამუშავებაც, რათა მოხდეს ამ სივრცეების გამორეცხვაც. ნუ თქვით ის აქტიური ნივთიერებები, რომლებიც კარგი იქნება რომ კბილის პასტაში არსებობდეს და ჯობია რომ ასეთი პასტები გამოვიყენოთ. რაც შეეხება ნოტიო გარემოს შენარჩუნებას, ის შესაძლებელია პირის ღრუს დამატენიანებელი სავლებების სპრეის ან გელის გამოყენებით.
გარდა პირის ღრუს ლორწოვანისა, ჩვენ ვიცით, რომ გარდამავალი ლორწოვანის სახით გვაქვს ტუჩები და როდესაც პირის ღრუ საშუალებით ყვება არ არსებობს, აი ეს ადგილი ზიანდება, ამიტომ რეკომენდებულია დატენიანება ტუჩების და ამ მიზნით სპეციალური საცხის დამცავი დამატენიანებელი ტუჩ-საცხის გამოყენება. აი ასეთი რუტინით მოწესრიგებული პირის ღრუ უფრო უკეთესი და უფრო მარტივად მოხდება მომდევნო პერიოდში პირით კვების აღდგენა. თუმცა პირის კვების აღდგენის პროცესში, იმიტომ გადახაზული ახლა ეს junk food-ი, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ენდოკრინოლოგთან და დიეტოლოგთან კონსულტაციის პარალელურად და ყველაფრის ერთდროულად მიღება თავისთავად გასაგებია, რომ ასეთი პაციენტებისთვის არ შეიძლება, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, მუდმივი მონიტორინგით, ანუ პროცესის მუდმივი კონტროლით. სტრუქტურირებული რუტინა მხედველობა დაქვეთებული პაციენტებისათვის. აქ არის ძირითადად ჩამოთვლილი ის საშუალებები, რომლებიც ჩვენ გვეხმარება მსგავსი პაციენტების, მსგავს პაციენტებს ეხმარება რუტინის მოწესრიგებაში, მაგრამ ასევე მაქვს ცალკე სლაიდებად გამოყოფილი და მინდა პირველად ყურადღება გამომახვილო იმაზე, რაც ადრეც აღნიშნეთ, რომ ხმოვანი სიგნალები. ეს არის ძალიან კარგი მხედველობა დაქვეითებული ბავშვებისათვის და მოზრდილებისათვის საშუალება იმისათვის, რომ გაკონტროლდეს პროცესის დაწყება და დასრულება. როგორ არის შესაძლებელი ამ შემთხვევაში ჩაერთოს მომვლელი ამ სიტუაციაში? მომვლის ჩართულობა რეკომენდებულია, რომ იყოს წამახალისებელი. ის არ უნდა ახორციელებდეს ამ პროცესს პაციენტის ნაცვლად. რატომ? იმიტომ რომ პაციენტს თავისუფლად შეუძლია ეს პროცესი თავისითაც აკონტროლოს, უბრალოდ მომვლის ჩართულობა საჭიროა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმისათვის რომ პაციენტს დაახლოებით დროის შეგრძნების განცდა კონდეს, ან ტაიმერი მისცემს ამის საშუალებას, ან წავახალისოთ პაციენტები ასეთ შემთხვევაში იმისათვის რომ დაითვალონ და ასეთნაირად მოხდეს დროის ათვლა და პლუს ამასთან შესაძლებელია ხელის მოძრაობით პირველად ეს უნდა მოხდეს დამხმარე მომვლელის საშუალებით და შემდგომში უკვე ეს ტრაექტორია პაციენტისთვის ადვილად აღსაქმელი იქნება და აი ესეთნაირად მოხდეს ჩართულობა მომვლის ასეთ პაციენტებში. კარგია თუ გამოვიყენებთ ბრაილის ეტიკეტირებას, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია და ასეთ შემთხვევაში პაციენტს თავისით ექნება საშუალება კბილის პასტა განარჩიოს სხვა ჰიგიენური საშუალებებისაგან, რომელიც ასევე შეიძლება აბაზანაში არსებობდეს. აი ეს არის ზუსტად ის, ხო, კიდევ აი რაც არის თანამედროვე და ძალიან მომეწონა მე პირადად არის ის, რომ ტელეფონში შესაძლებელია აპის ან სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რომელიც რუტინის მოწესრიგებაში ეხმარება პაციენტს და ინდივიდუალურად შეირჩეს ის დრო, ის რაოდენობა კბილების გამოხეხვისა და აი ამ სიგნალების მიღების შემდეგ პაციენტს ექნება ინფორმაცია ზუსტად როდის არის და რა დროით არის საჭირო რა პროცედურის ჩატარება. ამიტომ ასეთი აპლიკაციები მსგავსი პაციენტებისთვის ნამდვილად გამოსაყენებელი და კომფორტული იქნება. შემდეგი განსაკუთრებული საჭიროების პაციენტებში გამოვყოფ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, ასეთი პაციენტები ძალიან ბევრია, მათ შორის ჩემს პრაქტიკაშიც და დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ხდება მათი კბილების რუტინა, ანუ მოწესრიგება. პირველი, რა თქმა უნდა, სლაიდზეც ხედავთ, რომ თავისთავად ასეთი კბილის პასტები არ უნდა იყოს შაქრის ან შაქრის შემცველის შემადგენლობით. მსგავსი პასტების შეძენა შესაძლებელია, საკმაოდ დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი ბაზარზე და იმის მიხედვით, რა ფირმას ანიჭებთ უპირატესობას, თქვენი გადასაწყვეტია რომელ შეიძენთ, მთავარია, რომ ეს no sugar consistent უნდა იყოს ზემოდან მითითებული, რომ ის შაქრის შემცველობის გარეშეა. რა არის რეკომენდაცია ასევე დამატებითი, რომელიც მინდა რომ ხაზი გაუსვა თქვენთვის მნიშვნელოვანი იყოს. ხშირ შემთხვევაში სხვა პათოლოგიების დროსაც მათ შორის აი ესეთი ქრონიკული დაავადების დროს, როგორც შაქრიანი დიაბეტია, მომატებული მგრძნობელობა აწუხებთ პაციენტებს. ამიტომ უმჯობესია თუ პასტები იქნება ProArgin ProRelief ტექნოლოგიით, ეს რას ნიშნავს? რომ ისინი მოწოდებულია მგრძნობელობის შემცირებისათვის. შესაბამისად, ასეთი პასტები გაადვილებს
გამოხეხვის პროცესაც, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ისიც კი დისკომფორტს იწვევს, იმდენად მომატებულია მგრძნობელობა და მომდევნო ეტაპზე საკვების მიღების დროს აი ეს მგრძნობელობის შეგრძნება პაციენტებს უფრო ნაკლები ექნება. რეკომენდებულია ისეთი კბილის პასტების გამოყენება, რომელიც აი ამ ტექნოლოგიასთან ერთად კიდევ რეგენერაციის სტიმულატორებიც არის. ყველასთვის გასაგებია, განსაკუთრებით ასეთი პაციენტებისთვის, ვისაც ქრონიკულად ეს დიაგნოზი აქვთ, რომ რეგენერაციის პროცესი, ანუ შეხორცების რეპარაციის რეგენერაციის პროცესი ცოტა შეფერხებულია. შესაბამისად, პირის ღრუში უნდა გავითვალისწინოთ, რომ მუდმივად ჩვენ კვების პროცესში, მეტყველების დროსაც კი, როცა ვსაუბრობთ, გვაქვთ მიკროტრაუმები. აი ამ მიკროტრაუმების ადვილად რეგენერაცია რომ მოხდეს, კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ კბილის პასტებს სცენარეული კომპონენტებით ან სცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებულს იმისთვის, რომ რეგენერაციის სტიმულაცია მოხდეს და ამას ორ მხრივად აქვს მნიშვნელობა. პირველი ის, რომ კომფორტულად იგრძნოს პაციენტმა თავი და ის ჭრილობები, რომელიც არსებობს პირის ღრუში, არ აწუხებდეს და მეორე ის, რომ პირის ღრუ თქვენ იცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ გადასარევად შეიძლება გამოიწმინდოთ, გამოილოთ, ის მაინც მიკროორგანიზმებით დასახლებული არეა და მეორადი ინფექციის თავიდან აცილება რომ მოხდეს, მათი ასეთი მიკროტრაუმების ადრეულ შეხორცებას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია პაციენტებისთვის მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული პასტების გამოყენება, რაც ასევე რეგენერაციის სტიმულატორს წარმოადგენს. დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის ასევე აქტუალური თემა არის პირის სიმშრალე, ანუ ქსეროსტომია. ამიტომ ასეთ პაციენტებში სავლებებს ჩვენ ნიშნავთ, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ის უნდა იყოს ალკოჰოლის გარეშე, ანუ alcohol free. კარგი იქნება თუ შეიცავს ქსილიტოლს და ხელოვნური ნერწყვის შემცველს. რატომ? იმიტომ რომ ამ კომპონენტების არსებობის შემთხვევაში დატენიანება პირის ღრუსი გაცილებით უფრო ადვილად მოხდება. კარგი იქნება თუ სავლებები იქნება ანტიბაქტერიული და რატომ? შაქრიანი დიაბეტი პაციენტებს ხშირ შემთხვევაში პრობლემა აქვთ იმისა, რომ დიდი რაოდენობით მიკროფლორა, ფართო სპექტრია წარმოდგენილი მიკროორგანიზმებისა, როგორც ჩემი ლექტორი ხუმრობდა ხოლმე ადრე, ანუ შაქარიო მათაც უყვართ, ანუ დიდი რაოდენობით და ფართო სპექტრია წარმოდგენილი მიკროორგანიზმების, ამიტომ კარგი იქნება თუ სავლებები ანტიბაქტერიული ფუნქციითაც იქნება, რაც ანთებასაც შეებრძოლება პირის ღრუში. და მინდა წარმოგიდგინოთ ის სპრეი და ის პირის ღრუს დამატენიანებლები, რომელიც ასევე შესაძლებელია, რომ ასეთმა პაციენტებმა გამოიყენონ. ესე იგი, ჭარბის სითხის მიღებას ან მუდმივად სხვადასხვა პროდუქტით და საკვებით პირის ღრუს დატენიანებას ჯობია, რომ ასეთი სპრეი ყოველთვის იყოს ჩანთაში და აი ესეთი საშუალებით მოხდეს პირის ღრუს დატენიანება. რა თქმა უნდა, ის იქნება შაქრის გარეშე, შემცველობის გარეშე და არც ზედმეტ კალორიას გამოიწვევს და ამიტომ შესაბამისად ჯობია, რომ ასეთი სპრეით მოხდეს დატენიანება პირის ღრუსი. რამოდენიმეჯერ დღეში მისი გამოყენება ნება დართულია. ეხლა მინდა გადავიდე იმ ნაწილზე, რომელიც უფრო საინტერესო იქნება როგორც მომვლელთათვის, ასევე მშობელთათვის, ვინც გვისმენს შეიძლება მათ შორის მშობელი იყოს და როგორ უნდა მოხდეს პირის ღრუს მოვლა 0-დან 3 წლამდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებში ან შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებში. მიუხედავად იმისა, რომ 0 წლის ბავშვს გასაგებია, რომ ახალშობილს კბილი არ აქვს, პირის ღრუ მაინც უნდა დამუშავდეს აუცილებლად. მე თქვენ ახლა გაჩვენებთ სლაიდს, როგორ უნდა მოხდეს პირის ღრუს დამუშავება ესე მცირე ასაკში. ასეთი დოლბანდები იყიდება ჩვეულებრივად ხელმისაწვდომია სააფთიაქო ქსელში და მათი გამოყენება აუცილებელია. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, კუსტარულად სახლის პირობებშიც გაკეთდეს, მაგრამ აკრძალულია ამ მიზნით ბამბის გამოყენება და თუ იყენებთ დოლბანს მარლის სახით მაგალითად, ის კარგად უნდა იყოს დახვეული თითზე, რომ არ მოხდეს შემთხვევით ბავშვის უნებლიე თავის მოძრაობის დროს ან რამე მოუხერხებელი მოძრაობის დროს არ მოხდეს მისი ასპირაცია.
ამიტომ რეკომენდებულია თუ გამოიყენებთ ზუსტად აი ესეთ სპეციალიზირებულ დოლბანდებს, რომელსაც თუ დააკვირდებით, აი ესეთი ფიქსატორი ახლავს და ხელით მისი დაფიქსირება ძალიან მარტივია. ის საჩვენებელ თითზე დასამაგრებელი დოლბანდია და მთავარი არის, რომ აი ქსილიტოლიან სითხეში ხსნარში იყოს დასველებული ასეთი დოლბანდი და მისი საშუალებით ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს პირის ღრუ. როგორ ძალიან კარგად? ანუ საკმაოდ ღრმად ჩატანა დოლბანდის ჯერ ერთი დისკომფორტი იქნება ბავშვისთვის, იმიტომ რომ გულისრევის რეფლექს გამოიწვევს და მეორე ასპირაციის საშიშროებას ზრდის. შესაბამისად, დაწყებული აი პირის კუთხეებიდან ლორწოვანი გარსი ლოყის ორივე ლოყის მიდამოში. ხრძილების მიდამო, ენა, წინა ზედაპირი, გვერდითი ზედაპირები ენის და ტუჩები. აი ეს არის ის არე და არა ენის ფუძე, რომელსაც ის უკან მხარეს ეძახით, უნდა იყოს დამუშავებული ასეთნაირად. ეს არიდებს ბავშვს თავიდან იმ ინფექციებს, რომელიც ჩვილობის ასაკიდან შეიძლება ბავშვს დაემართოს და ვიცით, რომ ძალიან ხშირად და ერთზიანა ყველაზე გავრცელებული რაც შეიძლება ბავშვს დაემართოს და ზოგი მშობელი ჩემი პაციენტები, რომელიც ნორმაშიც თვლიან ამას, რომ რა მოხდა მე ზიანი აქვს და რა მოხდა. არა, ეს არის დაავადება და მასთან ბრძოლა შესაძლებელია სწორი რუტინის წარმოების პირობებში. როდესაც ამოიჭრება პირველი კბილი, აი დოლბანდი უნდა შეიცვალოს სპეციალური სამაგრით, რომელსაც ჯაგრისის ფუნქცია აქვს, მაგრამ თითზე წამოსაცმელია, შეიცავს სპეციალურ ჯაგრულებს და აი კბილის ზედაპირი ფრთხილად აი ამ ჯაგრულების საშუალებით უნდა დამუშავდეს. კბილის პასტის ექსპოზიცია არ არის საჭირო. და უბრალოდ აი ამ ჯაგრისით უბრალოდ უნდა მოხდეს კბილის ზედაპირის დამუშავება. აი ეს არის კიდევ ერთხელ ის დოლბანდი, რომელიც სახლის პირობებში შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ უმჯობესია თუ შეიძენთ და ასეთი სახით გამოიყენებთ. შემდეგ ეს არის წარმოდგენილი ჯაგრისების სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვობისათვის. და აი უფრო მოზრდილ ასაკში, მაგალითად 3-დან 6 წლამდე, რა სპეციფიკა შეიძლება დაერთოს აი მოვლის რუტინას. 3-დან 6 წლამდე შესაძლებელია ჯაგრისების გამოყენება. შესაძლებელია უკვე მცირე ოდენობით კბილის პასტის გამოყენებაც გასუფთავების დროს. ბავშვი უნდა ეცადოს, რომ გადმოანერწყოს ეს პასტა, თუ მაგალითად მშობელი ან მომვლელი ფიქრობს და ხვდება, რომ ეს პროცესი დარღვეულია, მაშინ ჯობია, რომ გადავდოთ ეს ცოტა მოგვიანებით ასაკში, სანამ გადმონერწყვის ფუნქცია კარგად არ ჩამოყალიბდება. 6 წლამდე ზოგადად არ არეკომენდირებულია სავლებების გამოყენება. ჩვენ ეს ადრინდელ სლაიდში წავშეთ, იმიტომ რომ ფტორის შემცველით რომ მით უმეტეს მას არ გამოვიყენებთ, თუმცა მინდა კარგად მარტო ეს მომენტი, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვებს ზოგადად განსაკუთრებით შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებს აქვთ აუტანლობა კბილის პასტის. როგორც ბევრი კვლევა ადასტურებს, ეს აუტანლობა გამომდინარეობს ესეთი SLS შემცველობის გამო, რაც არის კომპონენტი, რომელიც კბილის პასტის აკაფებას აკაფების ფუნქცია აქვს მას კბილის პასტის. სწორედ ამ კაფის აუტანლობა აქვს ბავშვებს და ამ ასეთ შემთხვევაში მომვლელთათვის და მშობელთათვის არის ესეთი რეკომენდაცია, რომ გამოვიყენებთ კბილის პასტას და შესაძლებელია გამოვიყენოთ სავლები, რომელშიც მოხდება კბილის ჯაგრისის დასვალება. სანამ პროცესთან ადაპტირება მოხდება ასეთი პაციენტის და შემდგომში შეიძლება უფრო მარტივად მოხდეს შეგუება კბილის პასტასთან. თუ ვერ მოხერხდა მომატებული მაგალითად ღებინების რეფლექსის გამო ან სხვა მიზეზის გამო, მაშინ შესაძლებელია მუდმივად ესეთნაირად მოხდეს დამუშავება კბილების. თუმცა ადაპტაციის პროცესში უჯობესია გამოვიყენოთ და უკვე მომდევნო ეტაპებზე შევაჩვიოთ მაინც მცირე ოდენობიდან დავიწყოთ და შემდგომ გავზარდოთ პასტის ოდენობა. აი კბილის პასტის ოდენობაზე კიდევ ის სლაიდი გავიმეორე, რომ კარგად დასამახსოვრებელი იყოს ჩვენთვის, რომ დიდი რაოდენობით პასტის ექსპოზიცია არ არის სავალდებულო და არც არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. აი რა არის სპეციფიკა 6-დან 12 წლამდე მოვლის რუტინის? ეს არის ის, რომ
ემატება თავისთავად კბილების რაოდენობა და როდესაც ემატება კბილების რაოდენობა, მიდგომა თითოეულ კბილთან გაცილებით უფრო რთულია. მით უმეტეს ისეთი პათოლოგიის დროს, რომელსაც მალოკლუზია წარმოადგენს, ისედაც ან ტრიზმი, როდესაც პირის გაღება არის შეზღუდული გარკვეული მიზეზების გამო. შესაბამისად, ასეთ დროს ჯობია, რომ ჩართული იყოს მშობელი ან მომვლელი, რომელიც ამ პროცესს აკონტროლებს და ბავშვთან ერთად ასრულებს. აი ეს არის პოზიცია, რომელიც უმჯობესია დავიკავოთ 6-დან 12 წლამდე ბავშვებში. დააკვირდით, ასეთი პოზიციით შესაძლებელია კარგი ვიზუალური კონტროლი, რომელსაც ახერხებს ახლა ეს მომვლელი და პლუს ამასთან თავის ფიქსაციაც. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უფრო დიდია ამ ასაკში, მაინც კარგი იქნება, რომ თავი ფიქსირებულ მდგომარეობაში იყოს. 12-დან 18 წლამდე შესაძლებელია იმ რუტინასთან ერთად პლუს ვტორირებული კბილის პასტების გამოყენება, აუცილებელიც არის, ანუ რეკომენდებულია ვტორირებული კბილის პასტების გამოყენება და რაც არის ასევე მნიშვნელოვანი, შეიძლება სავლებების გამოყენება, რომელშიც უკვე ქლორჰექსიდინის შემცველობა იქნება და ასეთი სავლების გამოყენება რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ. ეხლა მე მარტივად გავაკეთე სურათებით, ეხლა გაჩვენებთ ამ სლაიდს, ის კომფორტული პოზიციები, რომელიც შეიძლება მიიღოს პაციენტმა უშუალოდ, როდესაც დამოუკიდებლად ახერხებს ამ პროცედურას და ასევე მომვლელმა, რომ პაციენტისთვისაც კომფორტული გახდეს გამოხერხვის რუტინა და მომვლელისთვისაც მათ შორის. ყველაზე პოპულარული არის მაინც განსაკუთრებით ჩვილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში მუხლით მუხთან პოზიცია. ასეთი პოზიციის დროს ჩართული არის 2 ადამიანი და უმჯობესია თუ მცირეწლოვან ბავშვებში 2 ადამიანი იქნება ჩართული, მაგალითად მშობელი და დამხმარე პირი ან მომვლელი. და აი ეს არის ის პოზიცია, რომელშიც კარგად კონტროლირდება პროცესი. თუმცა, ასპირაციის თავიდან აშორების მიზნით, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ბავშვი წამომჯდა მდგომარეობაში იყოს და აი ესეთნაირად მოხდეს ესეთი პროცედურა. აქ გამოყოფილი არის 3 სხვადასხვა ვარიანტი, ვერსია პოზიცირებისა პაციენტის და მომვლელის. როდესაც პირველი არის თავი მუხთან პოზიცია, მეორე არის როდესაც თავი მუხთან, ოღონდ 12 საათის პოზიციას ვეძახით, როდესაც პაციენტის უკან არის განლაგებული ექიმი ან მომვლელი ამ შემთხვევაში. მაგრამ პაციენტი მოთავსებული არის სპეციალურ სავარძელში, ანუ რბილ, კომფორტულ დასაჯდომ სკამზე და მეორე პოზიცია ისევ 12 საათის, როდესაც პაციენტს თავი ფიქსირებული აქვს მომვლელის ან მშობლის მუხლებზე. წეღან ვაჩვენეთ სურათი, როდესაც ხდება მხრის და ხელის გამოყენებით თავის ფიქსაცია, მომვლელი უკან დგას და ასეთნაირად ახერხებს პაციენტის პირის ღრუს დამუშავებას. როდესაც თვითონ მომვლელი ზის სავარძელში ან სკამზე და პაციენტი მოთავსებული არის რბილ საჯდომზე, ბალიში ხშირ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს, ეს ბავშვებისთვის საკმაოდ კომფორტული პოზიცია და თავი მოთავსებული არის მუხლებთან იმისათვის, რომ აი უნებლიე ბავშვის მოძრაობები მაქსიმალურად შეიზღუდოს. და ბოლო პოზიცია, როდესაც მომვლელის სკამზეა მოთავსებული და პაციენტის სავარძელში, სავარძელს შეუძლია ესეთი პოზიციით ოდნავ უკან გადმოვწიოთ და აი ესეთნაირად მოხდეს მსგავსი პაციენტების პირის ღრუს დამუშავება. მოზრდილ ასაკში შესაძლებელია თავისთავად ეს ყველაფერი უკვე განხორციელდეს აბაზანაში და პირველ ეტაპებზე აუცილებლად თუ პაციენტი მით უმეტეს თუ ბავშვი ამას მოითხოვს და ძირითადად არის შემთხვევები, როდესაც მოითხოვს, გააკეთდეს მომვლელის მიერ, ან მშობლის მიერ, მთლიანად პროცედურა. ხოლო მომდევნო ეტაპებზე უნდა წახალისდეს ესეთი პაციენტები, განსაკუთრებით ისეთი პაციენტები, რომელსაც ფიზიკური შეზღუდვა არ გააჩნიათ და სხვადასხვა სიტყვიერი წახალისებით მოხდეს სწორი მოძრაობების მითითება და პროცესის კონტროლი, ოღონდ სიტყვიერი კონტროლი იმისათვის, რომ პროცესი გადავიდეს უკვე პაციენტების სრული შესრულებით, მაგრამ ჩვენი, ანუ მომვლელის და მშობლის სიტყვიერი კონტროლით.
აი ეს არის ის ძირითადი მომენტები, რომელიც დღესდღეობით მართლაც ხელმისაწვდომია და იმ შემთხვევაში თუ ყურადღებას გავამახვილებთ, ადვილად საკონტროლოა. შესაბამისად, თუ ამას გავაკეთებთ, პირის ღრუს ჰიგიენური რუტინა უფრო სრულფასოვანი იქნება, უფრო კომფორტული გახდება. ეხლა მე კომფორტულს იქიდან გამომდინარე უსვამ ხაზს, რომ ბავშვებისთვის მაგალითად კარგია თუ რუტინა იქნება პოზიტივთან დაკავშირებული. თუ პროცესი რაღაცა დისკომფორტს შეადგენს ბავშვისთვის, ან მაგალითად პოზიციის გამო, ან იმის გამო, რომ ქაფის აუტანობა აქვს, ან იმის გამო, რომ ეს პროცესი ძულს არ უყვარს, ეშინია, მაშინ ეს რუტინაში ვერ გადაიზრდება. დაიმახსოვრეთ, რომ ხშირ შემთხვევაში საჭიროა ზუსტად რუტინის ჩამოყალიბება და ეს რუტინა პოზიტიური უნდა იყოს. ბავშვობის ასაკიდანვე უნდა შეეჩვიოს, რომ ეს კარგი პროცესია და სახალისოა. ამ შემთხვევაში ეს არ იქნება მისთვის დამთრგუნველი და პირიქით ხალისით აწარმოებს ამას. თუ დამთრგუნველია და შეშინებულია, მაშინ პირიქით რაღაცა მიზეზს გამოიგონებს, 1000 იტირებს, არიზამს და ჯამში ეს რუტინაში ვერ გადაიზრდება. შესაბამისად, კომფორტულ გარემოს შექმნას, როგორც მომლელისთვის, ასევე პაციენტისთვის, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მედია გამოსაყენებელი რეკომენდაციები გავეცით. ზუსტად 5 წუთია 10 უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ეთქობა რაღაც კი შევეცადე რომ ჩქარჩქარამ ელაპარაკა, მაგრამ 5 წუთია დატოვებული. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ რამე შეკითხვები, მე სიამოვნებით ვუპასუხებ. მოგესალმებით, ჩემი ხმათა ის. მე ვარ ანალიტიკი ფაინანსზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ თავად და გისმენთ ეხლა და ძალიან საინტერესო იყო თქვენი საუბარი, ბევრი რაღაც ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებზე. უბრალოდ ერთი რაც ცოტა ისე ჟღერდა, შეზღუდული უნარები არ არსებობს, ჩემი აზრით, შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს და ცოტა ისე მომხდა ხოლმე გულზე და ყურზე. ეს უბრალოდ და რაც შეეხება ჩემს პრობლემას, ანუ მე თვითონ ბავშვობიდან ანუ ფიზიკური შეზღუდვა, გადაადგილების შეზღუდვა მოკლედ ესე შორიდან რომ ვიხდეთ და არც ერთი ექიმის არ მეშინია დედამიწის ზურგზე და არც ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის გარდა კბილის ექიმისა. სიკვდილის არ მეშინია ისე როგორც კბილის ექიმების მეშინია. აღარ მართლა საკმაოდ დიდი ვარ ეხა ასაკითაც და ყველაფრითაც, მაგრამ ძალიან მეშინია და ძალიან დიდი მგზნობელობა გამაჩნია. ოდნავ ციცი რომ დამადოს კბილის ექიმი თუ არის ვიგზნობ უეჭველი და ანუ ძალიან შიში მაქვს და ეხა ანუ ამდენი ხნის მერე წელს ჩავიტარე პირველი манипуляცია ექიმთან, იმიტომ იძულებული ვიყავი მეტკინა და სხვა გზა არ მქონდა და სახელმწიფო სახელმწიფო პროგრამა, ანუ ნარკოზით უკეთებს ადამიანებს, რომელსაც აქვს გარკვეული შეზღუდვები და მაგით გავიკეთე, ვერაფერ ვერ გავიგე, მაგრამ მეორედ არ ვიცი როგორ უნდა მივიდე, არ ვიცი, ძალიან მეშინია და ერთი კითხვა რაც მაქვს და ჩემს ძალიან არაჩვეულებრივი ექიმი მიყავს, პირველი ადამიანი, რომელსაც ვენდე მე მგონი. ხო ისა რა ქვია, ანუ ნახეთ სისხლდენა მაქვს გრძილებიდან მიუხედავად იმისა, რომ სულ ვიწესრიგა პირის ღრუს და ანუ ამის პრობლემა არ მაქვს მე თვითონაც და ექიმის დახმარებითაც, ანუ რბილჯაგრის ვიყენებ, რაღაც სპეციალური მას რა ქვია, მოიცა რო ქვია მას ფირმა და მავიწყდა და როქსის კბილის პასტა მირჩია და როქსის კბილის პასტას ვიყენებ და სპეციალურად. მაგრამ შედეგით კმაყოფილი არ ხართ? მეტნაკლებად არა. ნახეთ როქსის იმ კბილის პასტას ვიყენებ, რომელიც გრძილების ანთებას უფრო მიემართება. აი თუ კი სულ იმას გამოვიყენებ, მაშინ ნაკლები მტკივნეული და ნაკლები სისხლდენა მაქვს, მაგრამ ეხა შევცვალე, იმიტომ რომ როგორც მითხრა, სულ ამის გამოყენება არ შეიძლებაო. ანუ ესე მითხრა და რო შევცვალე ისევ სისხლდენა არის და აი ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო? ანა, ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისათვის. პირველ რიგში, მადლობა რომ მოგვისმინე და შენ აბსოლუტურად მართალი ხარ, ზუსტად მაგიტომ შეიქმნა ეს პროგრამა, რომ გამოსწორდეს ზოგადად ჩვენი შესაძლებლობები ამ მხრივ და აი ესე აღარ შევაშინოთ ხოლმე ჩვენი პაციენტები. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თუ რამე დაკავშირებულია იმასთან, როდესაც ექიმიც თავის თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად ვერ გრძნობს, ეს რა თქმა უნდა პაციენტზეც აისახება და საბოლოო ჯამში გადაიზრდება ხოლმე სამწუხაროდ აი ესე შიში დამოკიდებულებაში, რომელიც ახლა შეგვაქვს. ძალიან ბევრი პაციენტია ესეთ მდგომარეობაში. მადლობა შენ სტომატოლოგს, რომელმაც ცოტა მაინც გამოასწორა ეს სიტუაცია. ეხლა თუ
თუ დაძინებული რო არ ყოფილიყავი, მე მგონი ჩვენ ვერ გენდობდი თვალახილილი თქო. აი ძალიან საყვარელია. ანუ დაძილებულს კი მკურნალა? მე ვიფიქრე ნახვიძებოთ არა, ერთხელ ვიყავი მასა ჩვეულებრივ, სანამ ეს პროგრამა იქნებოდა და ძალიან მეთქინა კბილი, ახლა 35-ისაა და ამის მანძილზე ბუნებრივია რაღაც შემაწუხებდა და ძალიან მეთქინა და რომ მივედი იმ კაც, ჩემზე მეტად ეშინოდა, უდიდესი გამოცდილებით იყო, მაგრამ შუშოულ პირები არ ყავდა, აი ეთყობა პაციენტები და მე ვამშვიდებდი, რომ ნუ გეშინიათ მეთქი, მე ჩვეულებრივი კბილები ნაკთქო. აი, იმედია, ღვთისწყალობით ეს სიტუაცია გამოსწორდება. ჩვენ ამისთვის არ დავიშურებთ ენერგიას. დაიხარეთ უღმესი მადლობა და თქვენ. მადლობა ამ პროექტს კიდევ ერთხელ ამისთვის. ეხლა რაც შეეხება შენ შეკითხვას. სისხლდენის პრობლემა დაკავშირებული შეიძლება იყოს ბევრ სხვადასხვა მიზეზთან. კონკრეტულად შენს შემთხვევაში შესაძლებელია მიზეზი, ახლა ვიცოდე ანამნეზი უფრო უკეთესად გეტყოდი, მაგრამ შესაძლებელია მიზეზი იყოს კბილთა დგომა, ანუ როგორ პოზიციაში არის შენი ზედა და ქვედა ყბის კბილები განლაგებული და როგორ პოზიციაში არის ერთმანეთთან, ანუ ოკლუზიაში როგორ მოდის. რატო გამოვყავი ეს მიზეზი? იმიტომ რომ თუ ეს იქნებოდა დაკავშირებული რამე პრობლემა და პაროდონტის ქსოვილების სხვა დაავადებებთან, ის როგორც წესი კარგი მოვლის პირობებში სტომატოლოგთან ვიზიტის დროს და სწორი კბილის პასტების გამოყენებაში ალაგდება ხოლმე. შენარჩუნებული არის მუდმივად ისეთი პრობლემა, რომელიც ანუ სხვა პოზიციაში არსებული კბილი მუდმივად თავის თავზე ღებულობს არასწორ დატვირთვას. შესაბამისად, პრობლემა სისხლდენის პაციენტებს აქვს მუდმივად, იმიტომ რომ პაროდონტის ქსოვილი მუდმივად გადატვირთულ მდგომარეობაში მუშაობს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აი ხა უფრო კონკრეტულად რომ ვიცოდე შენი სპირის დროს, ზუსტად გეტყოდი. რაც შეეხება შენს რეკომენდაციას, შენ მიერ გაცემული ექიმის, აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მუდმივად იმ პასტის გამოყენება, რომელიც რაღაცა პერიოდის განმავლობაში იწვევს სისხლდენის შეჩერებას, არ შეიძლება და რატომ? შენ კბილებზეც უნდა იზრუნო. ის პასტები ძირითადად ბალახეულ ექსტრაქტებს შეიცავს და გადასარევია, კარგია, მაგრამ მუდმივად მისი გამოყენება არ შეიძლება. ეხლა, რამდენად ინტენსიურია ეს პროცესი? მხოლოდ გამოხეხვის დროს გაწუხებს თუ აი მაგალითად შეიძლება სპონტანურადაც წამოვიდეს სისხლი? არა, გამოხეხვის არის, როცა ჯაგრისი ეხება, ანუ მაშინ აწუხებს, მაშინ აწუხებს. მაშინ გაწუხებს. მაშინ კარგი იქნება თუ თან კბილვას გადახედავ, აი იგივე შენ სტომატოლოგს შეგიძლია კითხო, რომ ხომ არ არის ეს მიზეზი ამის და თუ არის მიზეზი, მაგის გამოსწორება მარტივად არის შესაძლებელი ნებისმიერ ასაკში და საჭიროა მაგისთვის ორთოდონტის ჩართულობა, ეს ისევე სტომატოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა. უბრალოდ მისი ჩართულობა საჭიროა იმისთვის, რომ კბილები სწორ პოზიციაში ჩააყენოს, რაც ვიზუალურადაც მოგეწონება, იმიტომ რომ სწორ პოზიციაში კბილები უფრო ლამაზად გამოიყურება და პლუს ამასთან მათ სწორი პოზიცია განაპირობებს სწორ ფიზიოლოგიურ დატვირთვას. ფიზიოლოგიურად სწორად დატვირთული პაროდონტი, აი ესე ჯაგრისის პირდაპირ შეხების დროს არ იქნება ესე სისხლდენი და გაღიზიანებული. უღმესი მადლობა, წარმატებები თქვენ და თქვენს პროექტს. თქვენს ასევე. მადლობა. მადლობა. კიდევ თუ გვაქვს შეკითხვები, დრო გვაქვს. ვიმე არ გვაქვს უკვე. მაგრამ რახნარით იშება, კი ბატონო, თუ გაქვთ შეკითხვები, შემიძლია კიდევ უპასუხო. კარგით, თუ არ არის შეკითხვები, მაშინ დაგემშვიდობებით. გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში, როგორც ექიმი. მერე ჩვენ თავს უსურვებთ წარმატებას, როგორც ჩვენმა მსმენელმა აღნიშნა, ეს მართლა აქტუალური საკითხია და მართლა მინდა რომ აი ამ კუთხით მთელ ჩემს გუნდს გვინდა რომ სიტუაცია გამოსწორდეს და ჩვენ საქართველოში მივაწოდოთ ჩვენს პაციენტებს ხარისხიანი ევროპული დონის, მაღალი დონის სტომატოლოგიური მომსახურება, რომელიც კომფორტული იქნება და ჩვენთვისაც და ასევე ჩვენი პაციენტებისთვისაც. მადლობა იმისთვის რომ მოგვისმინეთ, დაგემშვიდობებით და გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. დიდი მადლობა, წარმატებები ყველას. კარგად.